საღამო მშვიდობისა მეგობრებო, გილოცავთ ყველას შობას. მე ახალი სახელია. ჩემი სახელია ძელი. ძელი რა არის ძელი? ძელი არის დედიკო ზედქცეული ქალი და ლი, რომელიც არის მე-40 ასაკერა ქართული ანბანში, ასომთავრულში და აღნიშნავს ლი აღნიშნავს უფალს. უფალში მოთავსებულ ლის, დედა ღვთაებას. მოგესალმებით პირველი შემომიეთ და არ ვიცი რომელი ხარ, მაგრამ გილოცავ შობას მეგობრებო. დღეს რომ არ დავგრუზო ხალხი რაღაცა სხვა თემებით, რაღაცა თემებით, მოდი ამ მოლოცვაზე დავრჩეთ და ვისაუბროთ შობის დღესასწაულზე. მიუხედავად იმისა, რომ წინა წელს იყო პანტოკრატორის წელი, პანტოკრატორის წელი იცით რომ არის ქრისტე, უბრალოდ ქრისტე, რომელიც ხდება ყველაფრის ბრძანებელი, ყოვლად ბრძანებელი თუ ასე ქვია რა, ქართულად მე მგონი ასე ქვია, ყოვლად ბრძანებელი, ყოვლად ბრძანებელი, ესე დავარქვათ. შეიძლება სხვანაირად ქვია. ქრისტე ყოვლად ბრძანებელი, რომელიც წესით მოვიდა 2024 წელს და დაჯდა აბსოლუტურად ყველა დროის პატრიარქად. ოღონდ 2024 წელს კი არ დაჯდა. უკაცრავად 2024 წელს კი არ დაჯდა. პირველ საუკუნეში დაჯდა, მაგრამ 2024 წლის მერე გაცხადდა ეს როგორც ოფიციალურად, რომ ქრისტე არის პანტოკრატორი. ვისგან გაცხადდა ოფიციალურად? თვითონ ზეციდან გაცხადდა აი ეს პანტოკრატორის წელი, რომ იყო 2024 წელი. აქედან გამომდინარე, თვითონ უწმინდესი და უნეტარესი ტიტული, რომელიც ქრისტესია და პანტოკრატორის ტიტულია, გადაეცა ავტომატურად ქრისტეს. ერთი წუთი დედიკო, ჩემი ბიჭიც გილოცავთ შობას. ავტომატურად გადაეცა ქრისტეს. ქრისტე პანტოკრატორი. როდესაც ქრისტე პანტოკრატორი ადის და ხდება ჯდება ტახტზე და ხდება ყოველს პატრიარქი და აქედან გამომდინარე მეფეც, ამასთანავე მეფეც, აქ უკვე ჩვენ ერთი რაღაც ვიცით, რომ ძალიან ახლოს არის მეორედ მოსვლა. მეორე მოსვლა იმას ნიშნავს, რომ უკვე დაიწყება გადარჩევა. ანუ ეხლა უკვე დაიწყება აბსოლუტურად ყველას გასამართლება. ხო, მარინა, ძელი არის ნაძვის ხე, იგივე არის ნაძვის ხე. ხო? ნაძვის ხე არის ძელი, რომელიც პრინციპში ნაძვის ხე ითვლება კვიპროსის მცენარე, იმათ ხედ, ხო? ნაძვის ხე. რომელ ხეებს მიეკუთვნება? ხო, მაგრამ ესე სურნელოვან ხეებს მიეკუთვნება, ხო? ბოიმე მითგეღუხ. არ ვიცი რა, არ ვიცი, ხო. ნადი ბოიმე. წიწოვან ხეებს მიეკუთვნება. წიწოვან ხეებს, ეკლიან ხეებს. ეხლა რაც შეეხება თვითონ პანტოკრატორის გამოცხადებას, რომელიც 2024 წელს მოხდა და რეალურად ის რეალის და ქრისტეს არჩევნებზეც, მისი მოსვლა, მეგობრებო, თვალსაჩინოდ გამოჩენა უკვე დაიწყება ძალიან მალე. ესმით? ხო, წიწოვანი მარადმწვანე ხეები, რომელზეც აქვს ენოქს საუბარი. 7 სახის წიწოვანი მარადმწვანე ხე. აუ, რაღაც ეს თოვლები მიშლის ხელს, მაგრამ არ აუშვებს, იმოძრაონ. რაც შეეხება თვითონ იმ ხალხს, ვისაც უჭირს ქრისტეს უწმინდესად და უნეტარესად აღიარება და ვერ შორდებიან იმ მატრიცას, რომელიც შაუდეს თავში, რომ უწმინდესი და უნეტარესი მაინც და მაინც ილია მეორეს ეკუთვნის, ერთადერთ
ერთადერთი პატრიარქია ჩვენს ისტორიაში, ვინც მიისაკუთრა ქრისტეს ტიტული. ერთადერთი სამართლიანო პატრიარქია ილია მეორე. სწორედ, ერთადერთი სამარცხვინო თავის ისტორიაში არის ილია მეორე, რომელმაც მიისაკუთრა პატრიარქობაც და ქრისტეს ტიტულიც. და რატომღაც ხალხს ჩემგან წინს, რომ მე ამას ვამხელ რა. არ ვიცი რატო წინს, მაგრამ იცოდეთ რა. უწმინდესი და უნეტარესი არის ქრისტეს ტიტული და ეს მე კი არ მოვიგონე, ეს იყო უდიდგანვე ესე. და ქრისტეს ტიტული დაუბრუნდა ქრისტეს თავად 47 წლის მერე. 47 წელი ხალხი ცხოვრობდა ძილბურანში იყო და ცხოვრობდა სიბნელეში. ვინც სინათლეში იყო იმას ან ციხეში ალპობდნენ, ან საგიჟეში სვავდნენ, ან კიდევ რას არ უგონებდნენ, კლავდნენ და ასე შემდეგ. ერთ-ერთი იყო მათ შორის იყო ზვიად გამსახურდიაც, რომელმაც ამხილა პირდაპირ ილია მეორე და მათ შორის კიდე ბევრი იყვნენ, ვინც ამხელდა ილია მეორეს, მაგრამ რატომღაც ყველა მოიშორეს თავიდან და ეს გაფანატებული ხალხი, რომელიც ილია მეორეს მიიჩნევს, ესე იგი წმინდანად, ამ მკვლელს და მრუშ ადამიანს ძალიან უტყდება, რომ მე მის ეკლესიას, მის ჩამოყალიბებულ ეკლესიას, მისგან გაბოზებულ ხალხს ეკლესიაში, ანუ გაბოზებული იმას ნიშნავს, რომ შენ ეკლესიაში შეიტანე ვაჭრობა, შენ ეკლესიაში შეიტანე იუდეური წესები, შენ ეკლესიაში შეიტანე შვიდფეხა მენორა, შენ ეკლესიაში შეიტანე აბსოლუტურად ყველანაირი როგორც უკვე გამოდის მამათმავლობა და პედოფილობა და ასე შემდეგ და დაბნელებულ და ბნელ ხალხს გონია, რომ ხალხი, რომელიც აი ესე ამხელს ილია მეორეს, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი კადრი არსებობს, როცა ილია მეორე იჯღანება და იღრიჯება და ეს სიცილით პირი ეხება, მაშინ როცა საქართველოში ქართველები კვდებიან, საკუთარი მამულიშვილს ესვრის და ამ ილია მეორისა და შევარდნაძის და ჯაბა იოსელიანის კადრები დამონტაჟებულად მიაჩნია ადამიანებს, არც კი გამოიძიებს, არც კი გამოიკითხავს, არის თუ არა ეს დამონტაჟებული თუ არა, უკვე მიაწეს. იცით რატომ ხდება ეს მეგობრებო? ადამიანებს შოკის მომენტი აქვთ. როგორ ამდენი ხანი ამის სწამდათ, რომ ილია მეორე უწმინდესი და უნეტარესი იყო და ეხლა რა შენ გინდა რომ სიმართლე უთხრა? ამას ხომ უცბად ვერიგებს ადამიანი ეგრევე პირდაპირ თავდაცვის მიზნით ეგრევე აიფარებს რაღაცა დებილურ იმას ფარს და გეტყვის რომ არა მართალი არ ხარ და ვიღაცეების რომ გონიათ სხვათა შორის მათ შორის და ეჭვი ეპარებათ და არ აკონტროლებენ და ეჭვის ქვეშ არიან და არ თავისი თვალით და ყურით არ აკონტროლებენ იმას, რომ მივიდნენ და გაიგონ ვითარება მართლა როგორია, სხვებს ადვილად დებენ ჩირკს. აი მაგალითად ზოგ-ზოგიერთებმა ეხლა დაიწყეს რა, იცით, მეგობრებო? ზოგ-ზოგიერთებმა აი ესეთი რაღაცა ცინიკური ისენი დაიწყეს. წაგიგითხავთ. პირველი ეს ურტყავს, თავის ხელით იღებს და დამარტყა ხალხო ბენჯამენი ამბობს. ანუ ტიპმა რა შეცდა ის ბიჭი, ბექა ერქვა იმ ბიჭს. შეცდა და დამარტყა, ყბაში დამარტყა, მერე რა, მეტკინა, მერე რა მოხდა, მეც დავარტყი, სილა, აქედანაც და აქედანაც. სანამ ყბაში დამარტყავდა, მე ყელში წავწვდი, იმიტომ რომ რამდენჯერმე ვასია მიწოდა, გესმის? და ეს ტიპი მარიაჟებს რა. რომ მე დავარტყი და მე იმან დამარტყა და ხალხო ყვირი თურმე რომ მე დამარტყავ და ამაზე ხალხი კაიფობს. აი ეს ილიას ეკლესია ახლა ილიას ეკლესია რო ჩამოყალიბდა ესეთი ხალხით რა. დედის გინებით, ქალების ერტყმით, ახლა იმ ბიჭმა დარწმუნებული ვარ შეინანა, მაგრამ აგერ გამოიქომაგა ვიღაცა რომ აი კარგი იქნაო რომ დაარტყაო ქალსო გესმის და ამაზე ამაყობს ეს ტიპი რომ აი თან ისა ფაიერვერკებს აი გაჩვენოთ კარგად. აი ეს დაბადების დღის რაღაცა ქუდი რო ახურავს ამ სმაილს
და უხარია ტიპს, რომ ტიპმა დამარტყა, გესმის? გესმის? აი ეგ უხარია ტიპს, აი ამ ტიპმა რომ დამარტყა, ეგ უხარია და ისა ქრისტეს იცავენ ამით, ამ საქციელებით. ხვდებით, აი როგორ გადმოტრიალებული ეკლესიაა. მერე იქ ეკლესიაში შესული ვაჭარი, რომელიც ეკლესიაში ვაჭრობს სანთლებით, პატრულს ურეკავს და სამი შვილის დედას ვითომ შეჩვენებულად აცხადებს რა. ვერ მიაღწია თავის მიზანს, მაგრამ ისიც ხო ფიქრობს, რომ ქრისტეს ემსახურება ამით, გესმის და ქრისტე ეუბნება, რომ არ ივაჭრო ეკლესიაში დგას ნაგლად, ვაჭრობს სანთლებით, მოდის ქალი, სამშვილიანი დედა, თავის მეუღლით, ამხელს ამ ქალს და ეს ქალი ურეკავს პატრონს, რომ მომაშორეთ ეს გოგო მამხელს რო გესმის და ქრისტეს ემსახურება. ხვდებით რა მაგარი ეკლესია ჩამოაყალიბა? იმან უწმინდესმა და უნეტარესმა შერაცხულმა სიმახინჯე რომელმაც ქრისტეს დააწერა ტიტული თავის ჭკუაში. ხო და აი ესეთ მდგომარეობაში ჩააგდო ილიამ ხალხი რა და კიდევ ერთხელ აგისახავთ ვითარებას მამაოზე კულტურულად რომ უშიშროების თანამშრომლები მოიქცევიან. ქრისტეს მსახური ვაჭარი ქალის ეკლესიაში შეტანილი აქვს სანთლები და დახლი იქ რომ დგას იმაზე კულტურულად რომ უშიშროების ხალხი მოიქცევა. აი ესეთი ეკლესია ჩამოაყალიბა ილიამ მეორემ. გესმით? ამას გაბრწყინება ქვია საქართველოში, გააბრწყინა საქართველო. და ეხლა ნახეთ რა არის საინტერესო. საინტერესო კიდე ის არის, რომ მოიცადე ერთი წუთით, აი ეხლა კიდევ რაღაცას გაჩვენებთ. ეს ქალი აზრზე არა საერთოდ. ლონა ამბობს. რა კარგად გწოდნია რუსულად წერა. სანამ წირვა მორჩა, ახალი წლის მოლოცვაც მოასწარი. ეს ვერ ხვდები, საერთოდ ვერ ხვდები რაზე დაწერა, მაგრამ არა აქვს. ტორა არის ძველი აღთქმის პირველი 5 თავი. ებრაელებს ჯერათ ბიბლიის პირველი 5 თავი. მე ძალიან დარწმუნებული ვარ ამაში. უეჭველად მოგზავნილია. მოკლედ აი ესეთი კომენტარებია, რომელიც თუ ადამიანი ამხელს ეკლესიაში შესულ, როგორც ქრისტემ ამხილა, ხო? ის რაბები, თუ იგივენაირად ამხელს, ეს აუცილებლად მოგზავნილია. მე მინდა გითხრათ, რომ 100%-ით მართალი ხართ, მოგზავნილი ვარ ქრისტეს მიერ, იცით თქვენ? პირდაპირ ქრისტეს მიერ ვარ მოგზავნილი და თქვენ კიდე მაგას კარგად მიხვდით, რომ 100%-ით მოგზავნილი ვარ. მაგაში კიდე ოჩახ თქვენ უნდა შეგაქოთ. ხო და მოგზავნილი ვისგან ვარ? იმისგან, რა ქვია, აი ვისგან ვარ მოგზავნილი? ევროპისგან? თუ აზიისგან? თუ სატანისგან? სატანამ ამხილოსო რა? ეკლესიაში შესული სატანა პირდაპირ ვამხილა და მოგზავნილი ვარ თურმე. ვისგან ვარ ნეტა მოგზავნილი? თქვენ თუ გამოიცანით? უკულტურობას უწოდებენ იმას, რაც ქრისტემ გააკეთა. დახლები გადმოუყირავა. ამას უწოდებენ უკულტურობას. დახლები გადმოუყირავა და ჯოხით სცემა მღვდლები ეკლესიაში. ამას უწოდებენ უკულტურობას. დიახ, დღემდე ასე არის. პირველ საუკუნეში რომ ქრისტემ ეს გააკეთა და ვითომ აღიარეს მერე ქრისტე და ქრისტიანები გახდნენ, დღემდე ქრისტეს საქციელს უკულტურობას უწოდებენ. უშიშროებას რცავენ და ქალზე ხელს იღებენ. აი ეს არის დღევანდელი სახე ეკლესიისა. ჩვენი ეკლესიისა რა? ეკლესიაში შესული ვითომ ქრისტეს მსახურებისა. ამას გავიმეორებ რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ გავიმეორებ, სანამ ადამიანები გონს არ მოვლენ. ჩახვეულივით გავიმეორებ რა. აი როგორც გქონდა ჩახვეული ილია მეორის ქვები მიუტანე მეთქი, ხო? სანამ იქამდე ვიძახე, სანამ ხალხი ვერ მიხვდა რა გავაკეთე. ეხლა ამას ვიძახებ იქამდე, სანამ ხალხი ვერ მიხვდება რა გავაკეთე და მინდა გითხრათ, რომ 2 წლის წინ რომ დავიწყე საუბარი, დღეს 2 წლის თავზე ხო, ხალხი აზრზეა მოსული. საგრძნობლად აზრზეა მოსული. მართლა გეუბნებით.
ეხლა გამოფხიზლების მომენტში არიან, გესმის და გამოფხიზლების მომენტში ეხლა ის სჭირდებათ რა, რომ გაიღვიძებს ადამიანი და თვალებს ესე რომ გადაიფშუნიტავს და რომ ესე თვალებს რომ ახრეს და რომ ხედავს და ვერ ხედავს რა სიმართლეს. აი ეგეთი მომენტია და ეხლა მალე თვალებიც ბინდი გადაუვათ თვალებიდან და დაინახებენ აბსოლუტურ სიმართლეს, ასე რომ პანტოკრატორი როდესაც ავიდა და დაჯდა ტახტზე დიდებით, თავისი ღვაწლით, ქრისტე უწმინდეს და უნეტარესი, ჩვენი პატრიარქი, ეხლა უკვე დაიწყებს ყველაფრის დალაგებას, ანუ სახელმწიფოს დალაგებას და დაიწყებს მართვას. ასე რომ ჩემო კარგებო, გილოცავთ, მე ძალიან მიხარია შობა დაიწყო. 20 მარტიდან უკვე სიახლეები გვექნება და 20 მარტის მერე კიდე უკვე თვალნათლივ და თვალსაჩინოდ გამოჩნდება ბევრი რამ. მოქმედება დაწყებულია როგორც ერში, ისე ბერში. ბერი უკვე გამოფხიზლების გზაზე დგას. 154,000 რჩეულიდან აქედან უამრავი მრევლიც და ბერიც იქნება სხვათა შორის გონსმოსული. და გადარჩევა უკვე დაიწყო. გილოცავთ ყველას, ვინც რჩეულთა სიაში მოხვდით, მაგრამ მინდა გითხრათ, გაგაფრთხილოთ, რომ რჩეულთა შორის რჩეულები ამოირჩევიან კიდე. ამოირჩევიან 1000-დან 1000 რჩეული და 10,000-დან კიდე 100. ასე რომ მეგობრებო, გისურვებთ, მოგომხდარიყავით იმ 1000-დან 100 არჩეულ რჩეულში. რამე თუ ვიხილოთ ქრისტე თვალნათლივ, რომელიც უკვე ზის დიდებით ტახტზე, მამის გვერდით, მარჯვნივ და ის უკვე თავის რჩეულთ და თავის მხედართ რეალიზაციაში მოყავს მას თავისი მხედრები. ხო, აბა თქვენ რეები დამიწერეთ აქ, რეები დამიწერეთ, გილოცავთ. ავაზაკი. ხო. დიდება უფალს კი, მარი გეთახმები დიდება უფალს. ხო, ეს კადრები დამონტაჟებულიაო რა, ბევრი ვერ იჯერებს ესეთ რამეს, მარი რომ რაო დამონტაჟებულიაო, შევარდნაძის ინაგურაციას ხომ არ დამონტაჟეს ცოცხალი პრეზიდენტის ზვიადის დროს, შევარდნაძე რომ მოიწვია, ისიც მონტაჟი იყო, თუ მუხლის ჩოქაბნელები. როგორც ძნელად ვკითხულობ, იცი ლათინურიდან ქართულს სამხეკები არა ანათემაზე უნდა გადააცენ ეს ანათემაზე უნდა გადაეცენ ეს ღმერთი და ერის მტერი და გამყიდველები. გადაეცემიან მარი ახლა ძალიან მალე. და ძალიან მალე დაიწყება ის, რაც უნდა დაწყებულიყო აქამდე უკვე დიდი ხნით ადრე. არიანა, გამარჯობა არიანა. დაგემშვიდობებით ახლა და გისურვებთ ბედნიერ შობას.